სკრაპა M500 ეს არის მშრალი სარამოტო ნარევის სხვადასხვა დანიშნულების რკინა-ბეტონის კონსტრუქციების აღსადგენად. მასალა გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით და ადჰესიით. გარდა ამისა, სკრაპა M500 ყინვაგამძლე და წყალგამომტარია, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ის აგურისა და ქვის წყობის ზედაპირული ჰიდროიზოლაციისთვის. სამუშაოები უნდა ჩატარდეს მშრალ უქარო ამინდში, როცა ზედაპირის ტემპერატურა 5-დან 35 გრადუსამდეა. დავიწყოთ მომზადებით. ზედაპირს ვასუფთავებთ ჭუჭხისგან, ვაშორებთ დაშლილ და სუსტ ბეტონს და სარამოტო უბნის კიდეებს შემოუყვებით პერფორატორით. გლუვ ზედაპირებს აუცილებლად უნდა მივცეთ ხორკლიანი სტრუქტურა. თუ არმატურა გამოჩნდა, მის გარშემო ბეტონი უნდა მოშორდეს მინიმუმ 1 სანტიმეტრის სიღრმეზე და ლითონი გაიწმინდოს ჟანგისგან. შემდეგ კოროზიისგან დაცვის მიზნით არმატურაზე ვიყენებთ სკრაპა M600 ინიექციურს. ამის შემდეგ ზედაპირს მაქსიმალურად ვაჯერებთ წყლით. გადავიდეთ ხსნარის მომზადებაზე. პროპორცია ასეთია: 1 წილ წყალზე ვიღებთ 5.5 წილ მშრალ მასას. ხვნილს ვხვრით წყალში ნელ-ნელა და თან ვურევთ ერთგვაროვანი პლასტიკური მასის მიღებამდე. მიღებული ხსნარი დაიტანება 5-დან 50 მმ-მდე სისქის ფენად, როგორც ხელით, ისე სველი ტორკრეტირების მეთოდით. ყურადღება: ხსნარი ვარგესია 30 წუთის განმავლობაში. პერიოდულად მოურიეთ, თუმცა წყლის დამატება აკრძალულია. თუ მასალას ჰიდროიზოლაციისთვის ვიყენებთ, ხსნარი უნდა დაიტანოს მინიმუმ 2 ფენად, არმირების ბადის გამოყენებით. საერთო სისქე არ უნდა იყოს 2 სანტიმეტრამდე ნაკლები. მეორე ფენა დაიტანება პირველიდან 2-3 საათის შემდეგ. უკეთესი მოჭიდებისთვის პირველი ფენა ჯობია დამუშავდეს კბილანა შპატელით. გახსოვდეთ, აღდგენილი ზედაპირი 3 დღე-ღამის განმავლობაში უნდა დავიცვათ მექანიკური დაზიანებისგან, ყინვისგან, ნალექისგან და აუცილებლად უნდა ვატენიანოთ.